ორგანიზება, დანაშაულებრივი ორგანიზება რუსთაველზე მოლოტოვის კოქტეილების დამზადება, მანქანის აფეთქება და თუ რამე შეიძლება, ესე ვთქვათ, ავადმყოფურ თავში მოიხარშოს, ჩაწერეს ამ, ასე ვთქვათ, ამ სულელურ ბრალდებაში. მინდა მივმართო მათ, რომ საქართველოში რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, თუმცა დიდი მცდელობა გაქვთ მაგის და ქართულ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი მხრიდან ყველა კანონიერი ფარგლებით და ფარგლებში მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არა გვაქვს სასამართლო, არა გვაქვს სამართალი, მაგრამ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ესეთ აბსურდებს, ესე ვთქვათ, არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ. მაგრამ ამკა რომ განვავრცოთ თქვენი ბრალი, ბოდიში რა განვავრცოთ, რას ნიშნავს რომელი მანქანის აფეთქებას გადავიდეთ? ან თუ დაგიხსნათ პროკურატურა? ვერ გეტყვით, აქ რა წერია არის აბსურდი. სიმართლე გითხრათ, ვერანაირი კავშირი აი ამ ბოდვასა და იმას შორის თუ რატო მომიყვანეს აქ მე ვერ ვხედავ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა იმისა, რომ რაღაცა საფუძველი შექმნან ჩვენი პარტიის აკრძალვის საკონსტიტუციო სასამართლოში და რაღაცა ჭირდებათ და ეს ძირითადად არის ესე ვთქვათ პიარული კამპანია, იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი სიყალბე, რაც აქ წერია. შეგიტანეს სარჩელი და გედავებია. კი, მაგრამ ამას ჭირდება გამძაფრება, ამას ჭირდება რომ თურმე გამყარება, ამას ჭირდება რომ თურმე რაღაცა მართლა ტერორისტული ამბავი ხდებოდა. კიდევ ვიმეორებ, რომ პოლიტიკას და მართალ სიტყვას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება ვერ გააჩერებს. აქვე მინდა გითხრათ, რომ მათ ეს ხმაური ჭირდებათ იმის გამო, როგორც შარშან თქვენ გახსოვთ დემონსტრაციების დროს იქნა მიღებული დანაშაულებრივი კანონი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა 400 მილიონი ოფშორების კანონს გახსენებთ, 400 მილიონი წაიღო ქვეყნის ბიუჯეტიდან და არ გადაიხადა. ეხლა ანალოგიური ხმაური ხდება არაბული თემის გარშემო, სადაც 9 მილიონი კვადრატული მეტრი ბათუმში და თბილისში გადაეცათ არაბებს. ჩვენ ვითხოვთ ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას და ქართული საზოგადოება დაინახავს, თუ რამ ხელა აპიორასთან აგვაქვს საქმე. ანუ ანტიკორუფციული ბიურო. კი ბატონო, გიპასუხებთ, ყველაფერზე გიპასუხებთ. არასდროს ჩემ ცხოვრებაში არაფერი არ დამიმალავს. მოხდა ტექნიკური, დიახ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ აღმოვაჩინეთ სხვათა შორის ეს ტექნიკური ჩემ მეუღლეზე გაფორმებული, ასე ვთქვათ, ქონების გადასახადით, ჩვენ თვითონ აღმოვაჩინეთ ეს, ჩვენ თვითონ მივმართეთ სხვათა შორის და იმის მაგივრად რომ აი ეს აღმოჩენა ჩვენთან, ასე ვთქვათ, გადაემოწმებინათ, გავარდნათ ტელევიზიაში დაიწყეს კამპანია პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი იდგა და ასე ვთქვათ, რაღაც გაუგებრობა, საგადასახადო გაუგებრობაზე კომენტარს აკეთებდა ერთვის განმავლობაში. ეს ყველაფერი დამთავრდა, თანხა გადახდილია იმავე მომენტში, დავამთავრებთ. იმავე მომენტში თანხა იქნა გადახდილი, ჯარიმის ოდენობა ჩვენ განსაზღვრდა და წინასწარ ჩავრიცხეთ, რაც შეეხება თქვენ რაც მეკითხებით, ესე ვთქვათ, დეკლარაციის შევსებაზე 2000 ლარი დამაჯარიმეს. ეს არის, კიდევ ვიმეორებ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მილიონებს რო იპარავენ ბიძინა ივანიშვილის მინისტრები, მილიონებს და სახში რო უდეთ მილიონები და თავისუფლად დადიან ეს ადამიანები და კლანებს შორის ეხა გადანაწილება მიდის ქონების, რომელიც მოპარეს ქართულ ხალხს. ამით თუ უნდათ რომ 2000 ლარიანი ჯარიმით გადაფარონ. არ გამოუვათ, კიდევ ვიმეორებ, ეს დანაშაულებები არ გამოუვა არავის, ვინც არ უნდა იყოს და კიდევ ვიმეორებ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. ვერავის ვერ შეაშინებთ, აბსოლუტურად ვერავის ვერ შეაშინებთ, ვერც სიხით. გამოძიებას რა კითხები